ჩვენთან შემოგვერთა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე. მოგესალმებით, ქალბატონ რუსუდან. მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენ დავისაუბროთ იმ ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონულ მოწმობებზე, რომელთა გაცემაც უკვე დაწყებულია, რომლის უსაფრთხოება, როგორც ვიცით, არის კიდევ უფრო გაძლიერებული და როგორც თქვენგან შევიტყვეთ, საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. აი, რა საერთაშორისო სტანდარტებია ეს? პირველ რიგში ამით დავიწყოთ საუბარი, რა მიმართულებით არის გაძლიერებული უსაფრთხოება, რატომ არის მნიშვნელოვანი და რისგან იცავს პირველ რიგში მფლობელს? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ საკითხით დაინტერესებისთვის. დამეთანხმებით ალბათ, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები იყოს სანდოდ და უსაფრთხოდ აღიარებული. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ დახვეწოს ტექნოლოგიები და პროცესები, რომლის ფარგლებშიც გაიცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. საქართველოში პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი 2010-2011 წლებიდან გაიცემა, მას შემდეგ დაახლოებით 15 წელი გავიდა და დამეთანხმებით ალბათ იმაშიც, რომ ტექნოლოგიები საგრძნობლად განვითარდა, რაც მათ შორის დაკავშირებულია იმასთან, რომ იმატებს გარკვეული რისკები ტექნოლოგიური თვალსაზრისით ამ დოკუმენტების არასანქცირებული გამოყენების ან გაყალბების მიმართულებით. სწორედ ამიტომ დღის წესრიგში დადგა, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და ჩვენი დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. შესაბამისად, სააგენტომ დაიწყო ახალი დოკუმენტების გაცემა, რომელიც როგორც დიზაინის თვალსაზრისით არის სრულიად განახლებული, ასევე გაძლიერებულია მისი უსაფრთხოება და დამცავი ნიშნები და ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც მათი შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერია. როდესაც საუბრობთ საერთაშორისო სტანდარტებზე, ამ შემთხვევაში პირველ რიგში გულისხმობთ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არის ორგანიზაცია, რომელიც ადგენს ერთიან სტანდარტს, თუ რა სპეციფიკაციებით უნდა ხასიათდებოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სამგზავრო დოკუმენტები. რა თქმა უნდა, ეს სტანდარტები წლების განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ვითარდება და ბოლო განვითარება და განახლება რაც იყო ამ სტანდარტების, სწორედ მათთან შესაბამისობაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამის ახალ დოკუმენტებს გასცემს საქართველო. ეს შეეხება როგორც პირადობის ელექტრონულ მოწმობებს, ასევე პასპორტს, ხო? პასპორტი ცოტა ადრე დაიწყო ახალი პასპორტების გაცემა. კი ბატონო, ეს შეეხება ორივე სახის დოკუმენტს. ეს დოკუმენტები არის ბიომეტრიული დოკუმენტები, მანქანა-კითხვადი დოკუმენტები, ანუ ელექტრონული დოკუმენტები, რომლებიც მანქანების საშუალებით კითხვადია და შესაბამისად მისთვის განსაზღვრულია სპეციფიკაციები, რომლებსაც სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ახალი დოკუმენტები. ასევე თითოეულ მათგანზე დატანილი არის ძალიან ბევრი დამცავი ნიშანი, ათეულობით დამცავი ნიშანი, რომელთა ნაწილი თვალით არის ახმადი, შეუიარაღებელი თვალით, ნაწილი კი მხოლოდ სპეციალური განათების ფონზე შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული მესაზღვრეს თუ სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის მხრიდან. ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შორის ევროკავშირის რეგულაციებიც, სულ უახლესი 2025 წლის რეგულაციებიც, რომლებიც მოუწოდებს მის წევრ სახელმწიფოებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მასთან არიან მიმოსვლაში, უვიზო რეჟიმით. მათ შორის უვიზო რეჟიმის ფარგლებში, რომ უზრუნველყონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფრთხოება, მათ შორის იმ გზით, რომ მასზე დაიტანონ აუცილებლად პიროვნების ფოტო და თითის ანაბეჭდი. ეს სიახლე ჩვენც დავნერგეთ და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უკვე დატანილია პირის თითის ანაბეჭდი, რაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ამ პირის უფლებები იყოს დაცული, მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მისი დოკუმენტის არამიზნობრივი გამოყენება, გაყალბება და მისი იდენტიფიცირებისას არავითარი შეფერხება არ შეექმნა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს. ეს მაქსიმალური უსაფრთხოება ერთ-ერთი პირობა იყო, როგორც ვიცით, ხომ, ვიზა ლიბერალიზაციის მოთხოვნებში თავის დროზე. დიახ, ზუსტად, ვიზა ლიბერალიზაცია სასახად დაკავშირებულია იმასთანაც, რომ დოკუმენტები, რომლებსაც გასცემს სახელმწიფო და რომლითაც ხდება პირების იდენტიფიცირება, იყოს უსაფრთხოდ აღიარებული. ამისთვის განსაზღვრული იყო მთელი რიგი კრიტერიუმები, რაც უკავშირდებოდა არა მხოლოდ ფიზიკურად დოკუმენტს, არამედ იმ პროცესებსაც, რომლის ფარგლებშიც გაიცემა დოკუმენტები. მაგალითად, საინფორმაციო ბაზების მართვას, რომლის ფარგლებშიც ვერ ხდება დოკუმენტების პერსონალიზაცია და გაცემა, ინფორმაციულ უსაფრთხოებას და ამ კუთხით ჩვენ ყველა ვალდებულება ცხადია შესრულებული გვაქვს, მუდმივად ხდება განახლებებზე მუშაობა, ასევე გავდივართ სხვადასხვა ტიპის
ტიპის აუდიტს და სერტიფიცირებას, რომ სრულად თავსებადი და თანხმდროში ვიყოთ საერთაშორისო მოთხოვნებთან. ქალბატონოსთან, როგორც ვიცი, არ არის სავალდებულო, ხომ, ამ ახალი დოკუმენტის აღება იმ მოქალაქეებისთვის, რომელსაც აქვთ ეს დოკუმენტი ვადით, მაგრამ თუ არის მაინც ინტერესი აი ამ უკვე ძველი დოკუმენტის ახლით შესვლის, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ვიზუალურად არის მიმსიტველი ახალი პასპორტიც და პირადობის მოწმობაც. კი ბატონო, ვიზუალი სრულად განახლებულია და მინდა რომ აღვნიშნო, რომ კონცეფციაც არის კიდევ უფრო მეტად გაჯერებული ეროვნული თემატიკით და ასახავს საქართველოს იდენტობას, ასე ვთქვათ, დიდარ კულტურასა და ისტორიულ ძეგლებს და რაც შეეხება შეცვლის სავალდებულობას, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ თუ კი მოქალაქე ფლობს ვადიან პირადობის მოწმობასა და პასპორტს არ არის ვალდებული, რომ ის ახალი დიზაინის დოკუმენტით ჩაანაცვლოს, მაგრამ თუ სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია რომ მოგმართოს. მომართვიანობაც საკმაოდ მაღალია. პასპორტების შემთხვევაში ჩვენ ოქტომბრიდან დავიწყეთ ახალი პასპორტების გაცემა და უკვე თითქმის 75,000 პასპორტი არის გაცემული, რაც შეეხება პირადობის მოწმობებს. ეს ახალი არის და ცვლილებაც თუ მხოლოდ ახალ დოკუმენტებს ვსაუბრობ, თითქმის 75,000 ახალი პასპორტი, ახალი დიზაინის პასპორტია გაცემული. რაც შეეხება პირადობის მოწმობებს, დაახლოებით 2 კვირა არის, რაც გაიცემა ეს დოკუმენტები და უკვე 15,000-მდე განაცხადია შემოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას ელოდებოდნენ და რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო ხოლმე, თქვათ, ვადა გასულ დოკუმენტსაც ელოდებოდნენ ახალის ჩანაცვლებას, რომ ახალი დიზაინის დოკუმენტი აიღოთ და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს დოკუმენტები ნამდვილად ხელშეუწყობს მოქალაქეებს. მოდი რამდენიმე სიტყვით ისე ვთქვათ, როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები, ვისაც სურს შეცვლა და როგორც ვიცი, საფასურს და შეღავათებს რაც შეეხება, რჩება იგივე როგორც იყო აქამდე, ხომ, შეღავათები, ჯგუფები. დოკუმენტების შეცვლისთვის საჭირო არის მომართვა. მომართვისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა. ფიზიკურად, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მობრძანდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში, იუსტიციის სახლებში, მობილური იუსტიციის სახლებში გააკეთონ განაცხადი, მაგრამ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ დისტანციური მომართვის სერვისით, ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სადაც შესაძლებელია ვიდეო კომუნიკაციით განაცხადის შევსება და ამ სერვისის მიღება. საფასური დოკუმენტისთვის რჩება იგივე, რაც იყო ძველი დოკუმენტის შემთხვევაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ გვაქვს დაჩქარებული სერვისის შესაძლებლობა, თუ ვთქვათ 10 დღიანი სტანდარტული ვადები არ არის მისაღები, შესაძლებელია იმავე დღეს პასპორტის აღება. ისევე როგორც ადგილზე მომსახურებით პასპორტის აღება შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში. ასევე განსაზღვრულია მოქალაქეთა კატეგორია, რომლებიც მაგალითად სრულად თავისუფლდებიან საფასურისგან, ეს გახლავთ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი პირები, რომლებთა სარეიტინგო გულა 70,000-ზე ნაკლებია, მაგრამ ამას გარდა შეღავათებით სარგებლობენ სხვა კატეგორიის მოქალაქეებიც, როგორებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომში მონაწილე პირები, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირები და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ საუბრის დასასრულს, აი რომ შევაჯამოთ ერთგვარად, გასაგებია რომ ეს არის გაუმჯობესებული უსაფრთხოების სტანდარტებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ბიომეტრიული პასპორტები და აქამდე არსებული პირადობის მოწმობები არ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ სტანდარტს, ხომ ასე? ნამდვილად ასეა, ჩვენი დოკუმენტები, რომლებიც აქამდე იყო მოქმედი და ძალაში არის ძველი დიზაინის დოკუმენტებს გულისხმობს სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, ვინაიდან ტექნოლოგიები ვითარდება, ქვეყნებიც მუდმივად იღწვიან იმისთვის, რომ დაეწიონ ამ განვითარებას და ჩვენც გადავდგით სწორედ ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ უფრო ვიზუალურად დახვეწილი, მაღალ ტექნოლოგიური და გაძლიერებული პროცედურებით გამარტივდეს მოქალაქეებისთვის. ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე გახალდათ დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენი გადაცემა